სასამართლოს წინააღმდეგ გვიან ღამით 12 საათამდე მოდის ოფიცერი და გვეუბნება, რომ დილით სასამართლოში უნდა მოემზადოთ. ფიქრობ ისიც თქვა შეიძლება და ეს ფიქრები დილშიც მივხვდება. დილით უკვე ქონებაში ყველაფერი დალაგებული მაქვს. ხრის ნახევრისთვის ჩაყვა ციხის საწინააღმდეგოში, სადაც ვწევით ერთმანეთს და აი იქ იწყება ნამდვილი ახალი დღე. საუბრობ ყველაფერზე გლობალური პოლიტიკიდან გადაღებული, ჩემს უბანში რა მოხდა. შეიძლება ბოლოს მივდივართ ოპტიმისტურ დასკვნამდე, რომ ასე დუსმას ვერ გაგრძელდება. შემდეგ საფრთხე შევყავოთ ზემდენის აპარატში, შევეკენ ბროსვორკინებს ვიკეთებენ და სვამენ მანქანაში. თუ პატარა მანქანის ვიყავართ, იმდენად პატარა სივრცეა 11 ადამიანის სასამართლოში მისვლისას მანქანა რო ჩამოდივარ, მგონია გამოთავისუფლდეს. შევყავართ პატარა საკანში, სადაც კედლებზე ყველანაირ წარწერას ნახავ, ვიღაცას მოგიხსნას უცხოს მერე ის პასუხობს. ვიღაცა თავის სახელზე სახელმწიფოს მას ვიღაც აგინებს, კიდევ უფრო პრემოთ, კიდევ უფრო საშინელი გინებადარია. მოკლედ აქ პირველად მასე ადამიანები კედლებზე კალმებით შეცდობენ. 11 ადამიანიდან მხოლოდ ერთი არის საშინელი გუღია. თუ მინდა ბადრაგის თვალით დავინახო, იქედან გამოსვლის პროცესი რაღაცნაირად ფიგნის კადრებით იქნება. როგორ გამოდის 11 ბრამდებული გაყვავებული ოთახი. პროცესზე ბევრი დეტალია, ხშირად მოსამართლე ფიქრებში დაფუძნავს და არ უსმენს მოწმეს. ჩვენ ხან არა. ძალიან ბევრს ხუმრობ და ოჯახის წევრებს ვესაუბრებთ. ამ პროცესებმა მასწავლა, როგორ ველაპარაკოთ ადამიანებს პირის მოძრაობით, უხმოთ და ხელებით. სამართლო და იგივე გზას გავდივართ უკან ციხემდე. საფსიქოლოგიურად ყველაზე რთული მომენტი, რომ მონაწილეობა მიიღე იმაში, რაც არ არსებობს. ცდილობენ ეს ყველაფერი რეალისტურად გაასწავლონ. თუმცა ვიცი, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, მაგრამ რომ გაგრძელდეს, არ არიშავს, რომ საბოლოოს დიდი გამოცდილება მივიღე და საოცარი ადამიანების გავიცი. მზადება იწყება სასამართლოს წინადღეს. წინასწარ ხარშავ კვერცხს დილისთვის. ვიძებ 6-ის ნახევარზე. ვარჯიშობ ტრადიციულად უბანაო ბოთლებით, ცივი წყლით. გასვლამდე ხან 5, ხან 10 კვერცხით საუზმობ და ბევრ წყალს ვსვამ. 9-ის ნახევარზე მოდის ოფიცერი და გადავყავართ ეგრეთ წოდებულ ფუქსებში, სადაც ერთად ვიკრიბებით ბრალდებულები ჩვენი საქმიდან. სასამართლოში მივდივართ დილის 10-დან 11-ის ნახევრამდე შუალედში. მისვლიდან 1-დან 2 საათამდე გვიწევს ლოდინი სასამართლოს ფუქსებში. ეს დრო იწელება ყველაზე მეტად. ერთი სული გვაქვს, როდის ვნახავთ ჩვენს ახლობლებს. სასამართლო დარბაზში შესვლისას ცოტა ვიბნევი. ამდენი ადამიანის ერთად დანახვაზე. საკნის ერთფეროვნება ასოციალურს ხდის. თუმცა 5 წუთში ვლაგდები და ვიწყებთ ჟესტებით და უხმოდ. პირის მოძრაობით ვლაპარაკს, რაშიც ბადალი არ ჰყავს ჩემს დას. გვადებენ ბორკილებს და სამარშრუტოში გვსვამენ, რომელიც პატარა მოძრავ ციხედაა გადაკეთებული. 10 კამიანია. მარჯვნივ 5-ის კამი, მარცხნივ 5. შუაში კედელივითაა ამოშენებული, ამიტომ ეს 5-5-იც იზოლირებულად ვხედვართ. საშინელი სივიწროვეა. გზას სასამართლომდე 20 წუთი სჭირდება. თუ გაგვიმართლებს უკან ციხეში ავტობუსით გადაგვიყვანენ. სივრცე მაინცაა, მაგრამ სრული ჯოჯოხეთია, როცა უკან იგივე მარშრუტკით გვაბრუნებენ და ციხეში მისვლას ეტაპი ემთხვევა. საათობით შეიძლება მოგვიწიოს იქ ყოფნა, საკანში შესვლა და დაძინება ერთია. ძალიან დავიღალეთ, ძალიან. მაგრამ დედას დავენახე, მამას დავენახე, ბიჭებიც ვნახე, მეგობრებიც, ის გოგოც ვნახე. ჯამში მაინც ბედნიერი იძინებ. ღირდა სასამართლოზე წასვლა. უცნაურია ეს გზა. წესით სამართლიანი უნდა იყოს, მაგრამ რეჟიმი სიმართლის კვალის გაქრობას ცდილობს. ამ გზაზე ბევრი რამ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მერვე თვია საკანშიც, მანქანაშიც, მოსაცდელშიც სულ გისოსებში ვარ და თავისუფლად ვერ უყურებ გზას, ცას, მზეს და ღრუბლებს და პროცესის დროსაც აკვარიუმში ვარ, არაფერზე ვფიქრობ გამარჯვების გარდა. ამ გზაზე იყო შიშიც, მაგრამ შიში უძლურია, როცა გულწრფელი, მართალი და შეყვარებული ხარ. გიყვარს შენი ქვეყანა და მისი მომავალი. ზუსტად ამიტომ ამ გამარჯვების გზაზე დამელოდეთ.